მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ თქვენი ნინია. ყველა ჩემ გამომწერს მივესალმები, ძველს ახალს. სტუმრებო გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ მხოლოდ რეზონირდება გამომწერებზე. ეს ხა ახალი არ არის. და დღეს შემოვედი ასეთი თემით. სამყარო ადექი ნინიაო, ეხა მოვჭი მუშაობას ხალხთან და თქვენთან გამოვედი, კარტი არ შეიმჩნიოთ, ეს არის სანთლიანი, იმიტომ რომ სულ ამით მუშაობ დიაგნოსტიკებზე, სხვანაირად ვერ იქნება, კი იწმინდება, მაგრამ ეს დიდი ხანი ესე იცის. ხო, რისი თქმა მინდა მეგობრებო, მომენატრეთ, თქვენზე ვფიქრობ, მადლობა რომ ჩემზე ფიქრობთ და რომ წერთ ხოლმე ერთი ლამაზი სიტყვებით, ნინია სად დაიკარგე, გაგვიშალე, არ ვიკარგები, ყოველთვის მახსოვ ხართ, მაგრამ პირად გაშლებს, პირად რიტუალებსაც რა უყო, ხო, ამას ბევრი დრო მიაქვს, ჩემი ენერგიები მიაქვს, უნდა აღვიდგინო და მე თქვენთან ბრუნდები ხოლმე. ეხა მოდით ეს უცებ ვთქვათ, კითხვა დავსვათ, აი, ტარო ჩქარობს, იმიტომ ჩქარა შემომიყვანეს. რა წავა მოდით რა, ჯერ ნახოთ, აბა რა წავა, ეხა სავსე მთვარეობა და რა წავა, თქვენი ცხოვრებიდან რა წავა, აბა ვნახოთ რა წავა. ბიჭებო, გოგოებო. რასაც დიდი ხანი ელოდებოდით, მუშაობდით, თქვენი იმუნიტეტის დაცვაზე, თქვენი პოტენციალი და პოტენციის დაცვაზე, თქვენ განვითარებაზე, ვინც ხელს გიშლიდათ, არ გამოგდიოდათ, ინტერნეტი იყო, ინტერნეტის საშუალებით, ზოგი სახლიდან მუშაობდით, თქვენი შვილების განვითარება, შვილიშვილების განვითარებაზე, რომ ესე იგი ბრძოლობთ, რომ აი ეს სიახლეები, ესე იგი ფიალა აგევსოთ, რომ აი ესეთი ჯამრთელობა, ჯამრთელი სამსახური, ჯამრთელი ორგანიზმი, ხო, რაზეც მუშაობთ და არ გამოგდიოდათ, აი ეს ყველაფერი შეიკრება, ჩემო კარგებო, ცხრიანში გავა და უყურეთ უკვე სწრაფი პოტენციალით, სწრაფი ნაბიჯებით, ორი ტუზი ერთად, რას ლაპარაკობთ და ორიანი კვერთხები. ზოგს ესე იგი შეიძლება ორი სამსახური გაქვთ, ზოგს შეიძლება ესე იგი ორი მუშაობთ ოჯახში, ხო? ასევე ამუშავდება უკვე მესამე პირიც, ან შეიძლება სამსახური, მაგრამ უყურეთ, ისევ ორი. ანუ რაც ხელს გიშლიდათ რაც ძველი იყო თქვენთან განვითარებაში, ძველი საქმე, აი ეს ყველაფერი დასრულდება, ძალიან მალე დასრულდება და ასევე დაგინახავთ ისევ თავიდან ხალხი, თქვენი შვილები, თქვენი შვილიშვილები, ისევ იმ დონეზე და ისევ იმ რაკურსზე დადგებით, რაზეც იყავით, რაც ხელს გიშლიდათ და თქვენი განვითარებიდან ძალიან მაღალ წერტილზე იყავით ზოგიერთები თქვენი შვილებიც და შურისგან, ღვარძლისგან, ხო, მეზობლებმა სხვათა შორის ჩამოგაგდეს აი ამ ტიტულიდან მინდა გითხრათ, ჩამოგაგდეს და აი ეს ყველაფერი გაზაფხულთან ერთად გამოიღვიძებს, ცხრიანში ასრულდება, შესრულდება, შეიძლება 9 დროში, უკვე ორი დროდან, ორი რიცხვიდან შეიძლება აი უკვე 2 მარტიდან განვითარებაში შედის. კიდევ ახალი, ესე იგი, სამყარო მოგცემთ რას იცით, ძალიან დიდ დახმარებას გაძლევთ, გეუბნებათ, რომ ჩვენ გხედავთ, ჩვენ გვესმის და არ მიგვიტოვები ხართ, იმუშავეთ ისევ, გადადგით ისევ იგივე ნაბიჯები და შეცვალეთ კიდე რაღაცა. ყველამ გადაათამაშეთ თქვენს თავზე ეს რატო ქანაობს. აი ახალი ამბები მოაქვს ჩიტუნებს, მიხვდით ხო, ეს ჩემი 2 ცალი მაგიური ჩიტებია. ხო, ძალიან კარგი, მიხარია, გამოჯამრთელება, რაც ხელს გიშლიდათ თქვენს შვილებზე, შვილიშვილებზე ნახვაში, ხო, ან აი ცუდი ის გქონდათ, რა ქვია, ურთიერთობა, ხო, შეიძლება ბავშვები, შვილიშვილები შორს გყავთ, ან წასვლა უნდათ და ვერ ახერხებენ. აი ეს ყველაფერი მოგვარდება. აბა კიდე რა წავა, ვნახოთ, აბა რა წავა.
რა წავა სამყაროს რისი თქმა უნდა ვნახოთ აბა იცით რა არის ეს პიროვნება ამოდის შეიძლება ის მაგრამ ოჯახს უკავშირდება ეს ვიღაცა პიროვნება იმპერატორი რომელსაც აქვს ეჭვიანი ხასიათი უყვარს მაგარი კარგი ჩაცმა კარგი გემო აქვს პირში უკაცრავად ქეიფი დროს ტარება ფულის უაზრო ხარჯვა იქ ხარჯავს ფულს სადაც საჭირო არ არის მარტო ლაპარაკობს რომ მიყვარხარ და არაფერს არ აკეთებს აი ეს ტყუილი რაცა ესე იგი კვანძი იყო თქვენსა და ამ მამაკაც შორის ხო აუცილებლად წავა მამაკაცებო თქვენს გადაათამაშეთ თქვენს თავზე თქვენგან წავა აი ეს ტყუილები მიხვდით ხო აქ ეხა სიყვარულზე დაჯდა ოჯახზე დაჯდა ბავშვებზე დაჯდა შვილებზე შეიძლება აი მამაკაცსაც პირველი ოჯახი ყავდა აქ ბევრი ხალხია შეიძლება ორი ოჯახი ყავდა საერთოდ თქვენს წინ და აი ეს რაც ესე იგი აი ეს ვინც და რაც ხელს გიშლიდათ ხო თქვენ საქმე რო აი ეს ყირავდებოდა ხო ამ კაც აქვს გენაცვალე გაკეთებული თქვენზე გოგოებო ქონდა გაკეთებული ჩუმად ესე იგი და თქვენ მგონი ბევრი მიხვდით ამას და განვითარდა თქვენი გონება წმენდებით და რიტუალებით რომ ესე იგი აქ იყო პრივიასკას რო ვიძახი ხოლმე მიწებება იყო მიჯაჭულობა იყო კვანძებით იყო ნამუშევარი რომ თქვენ მასთან თუ არ იქნებოდით აი ესე ფიქრობს ეს მამაკაცი და სიყვარული არ გექნებოდათ ესე იგი არავისთან რო არ ყოფილიყავით და თუ იქნებოდით მასთან თქვენ შვილებსაც მიხედავდა აი ვისაც ეს ვარიანტი გაქვთ ესეც გადაათამაშეთ მოკლედ ვინც სიყვარულში და ურთიერთობაში და რაც ხელს გიშლიდათ ის ყველაფერი ამოყირავდება ეხლა ამ მამაკაცს უკვე სამყარო აჰა გადმოხტა დავდებ კი სამყარო გვაჩვენებს რომ ამოუყირავდა ყველაფერი აღარც ჯანმრთელობა აქვს აღარც პოტენცია არ აქვს აღარც მამაკაცის შეისაღარა აქვს რა ქვია მამაკაცობა არ აქვს ხო იმიტომ რომ ძალიან დამნაშავია გოგოებო თქვენთან თქვენს ოჯახთან თქვენ შვილებთან მიხვდით აი აქ ზიან და ესე იგი თქვენს ფინანსებს ჩახყურებდა და თქვენს გაქვთ თუ არა ურთიერთობა კიდე თან თქვენთან შეიძლება ბევრთან ეს გათამაშდეს რომ აღარ არის ეს კაცი მაგრამ არ განებებთ გათვალიერებთ მიხვდით ხო შორიდან გათვალიერებთ აქ შეიძლება სხვა ქვეყნებიც დაფიქსირდეს ერთმანეთთან შორს აქ შეიძლება დაფიქსირდეს ერთ ქვეყანაში და სხვა ქალაქებში მიხვდით ხო მაგრამ ეს მამაკაცი როგორც ჩანს ხშირად დადის რა ანუ გზებზე ჩვეულებრივად დადის როგორც აი თავის საკუთარ ქალაქებში ხო აბა კიდე რა წავა და ვინ წავა ეს ცუდი ურთიერთობები დაბალანსდება აი ეს უაზრო ბრძოლები ასევე სისხლით ნათესავები ესგან დადებული ჯადოები, პატკლადები, აი ეს თავბრუსხვევები გაქვთ ბევრ თქვენგანს, მე ხა ისე შემაქანა, აი ეს საიდუმლოებას აეხდება ფარდა, ყველანაირ საიდუმლოებას აეხდება ფარდა, მინდა გითხრათ და სიყვარულში და ურთიერთობაში კოლეგიანობა, თანამშრომლობა, მეზობლები ხა ვინც ნორმალურები არიან და აი ამ მაგიური სისტემით გყავდათ ჩაკეტილები ხო და ურთიერთობა ქონდათ გაწყვეტილი, მოკლედ თანაც გქონდათ ურთიერთობა გაწყვეტილი, აღდგება, თქვენ თვითონ მიხვდებით. აი ეს ცუდი ყველაფერი წავა. კარგი, ეხლა ვნახოთ, ჩემო კარგებო, რა მოვა და ვინ მოვა. მადლობა. Rider-Waite და ვნახოთ ფორტუნა, ჩვენი უსაყვარლესი ტაროები. ნახოთ ფორტუნა, კარგად მაქვს ატოსული და რა მოვა, აბა ვნახოთ, რას მოიტანს ეს სავსე მთვარეობა, რა, საოცრება, სავსე მთვარეობა, აბა ვნახოთ ჩემი გამომწერებისთვის, რა მოვა თქვენთვის, ნახოთ ეხლა და მერე ვინ მოვა.
იცით რა არის ურთიერთობაში კრახი რო იყო უაზრო ლოდინი რო ელოდებოდით გაურკვეველი ურთიერთობა სიტუაციები რო გქონდათ მიხვდით ხო აი ეს ყველაფერი გენაცვალე შეტრიალდება იმით რომ შეხვედრა გექნებათ გოგოებო ბიჭებო გექნებათ კიდე ახალი გაცნობა ვისაც გაქვთ ახალი ნაცნობობა განვითარებაში მიეცემა ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამოგიყალიბდებათ მინდა გითხრათ ასევე სამსახურთან დაკავშირებით შეიძლება ან ახალი მეზობლები შეიძინოთ აქ ბინის ცვლილებაც ამოდის გენაცვალეთ აი ეს თქვენი ტყუილი ჩართული ოთხიანი თასები ხო რომ არც იქით ახარ არც აქეთ ახარ და არიცი საერთოდ რას ელოდები და შენ თავთან გაორება გაქვს და გაურკვევლობა გაქვს და დღეში 9 პარასკევს რო ეძახიან ხო შეიძლება მამაკაცის მხრიდანაც იყო ეს მაგრამ ჯეკპოტს მოხსნით მინდა გითხრათ გოგოებო ბიჭებო ან თქვენი დედა ან ოჯახის წევრია უფროსი დაც შეიძლება იყოს ან ქალი დაგეხმარებათ სამსახურთან დაკავშირებით რატომღაც სამსახურს მეუნებიან იმიტომ რომ ნახეთ რამდენი ახალი დასაწყისი ვინც დიდი ხანი ელოდებოდით უყურეთ თუნდაც ურთიერთობას და თუნდაც სამსახურეობრივ განვითარებას ნახეთ სიმდიდრე მოდის აი მოდის სიმდიდრე რა მოვა ხო გახალისება წინ წასვლა მეგობრებთან ერთად გასვლა გასეირნება ვინც დაკარგული ყავდათ ის ვინც კარგი ადამიანად მიგაჩნიათ თქვენ იმათთან შეხვედრა მიხვდით შეხვედრა და ეხლა თქვენს ფანჯრებთან გამოიდარებს და მტრების ფანჯრებთან აი ესეთი ლოდინი ეს რეჟიმი ჩაირთვება ეხა სამყაროსგანაც და ვთხოვ სამყაროს და ანგელოზის კაგერ რომ აი ეს ყველაფერი უკანა ესე თან ჩემი ხელებიდან წავიდეს ერთ-ერთში ამინ ხო ეხლა კიდე რა მოვა ხო გითხარით გადასვლა აქ რაღაცა დადებული გქონდათ თქვენ გოგოებო ბიჭებო გზებზე შორს გადასვლაზე უყურეთ ესე იგი მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ თქვენი მეზობლები თქვენი ნათესავები გებრძვიან კი ძალიან გებრძვიან რომ ესე იგი ისეთ რა კი ნახეთ ჭორაობენ გზებს გიკეტავენ აი ეს ყველაფერი ანუ მოვა რა განა ეს ჩაკეტვა მოვა усმინეთ როგორ აი ეს რომ გაგდებენ და რომ დატოვოთ ეს სახლი გაიძულებენ შეიძლება ოჯახის წევრებიც მამაკაცის მხრიდან ან ბიჭებო გოგოს მხრიდან ესეთი რაღაცაც ხდება იცი უაზრო ბრძოლა დამთავრდება ესე იგი რა მოვა ეს ყველაფერი შეწყდება და გადასვლა გაქვთ შეიძლება სახლი გამოიცვალოთ შეიძლება ქირით ცხოვრობთ მაგრამ ბინა გამოიცვალოთ რასაც აქამდე ვერ ახერხებდით იმიტომ რომ თქვენს კარებთან თქვენს სახლთან იყო სერიოზული პორჩა და გაიწმინდეთ გზები მაგ მე რიტუალი გაუნათოთ გავიწმინდოთ გზები და გაუნათოთ გზას ახლე თუ რაღაცა ესეთია, აი ესეთი ახალი რაღაცა და იპოვეთ. ცოტა ძველი რიტუალია, ამოსქროლით იპოვეთ. აჰა, გასაგებია. ესე იგი როგორ გებრძვიან? ეხლა რა არის? იცით სამყაროს რისი თქმა უნდა. თქვენ იმის ძალები ადრე არ გქონდათ, იმიტომ რომ ეს უშნასწები, ეს პროგრამები დისტრუქციული, ხო? დისტრუქციული პროგრამები, ნახეთ, სამიანი ყვავები, ხმლები, უფრო სწორედ, ორიანი ხმლები, ექვსიანი ხმლები, ხო? ეხლა რა გამოდის, ხო? ეს არის სარკის პორტალი გაკეთდა ეხლა და ამ ციფრებიდან გამომდინარე აქ სარკისებური თქვენ რო იხსნით სარკისებურ ბუმერანგს ვიღაცა გიშვებთ უკან გიბრუნდებათ მიხვდით ხო და აქამდე არ გამოგდიოდათ ჩართეთ რიტუალები და გაიწმინდეთ არის მან სარკისებური ბუმერანგი და უკან გაუშვით თქვენს მტრებს და გაგეხსნებათ გზები ხო თქვი თქვენი ფორტუნა უნდა რა მოვა თქვენი ბედნიერება მოვა აუცილებლად თუ საზღვარს გარეთ გინდათ გადაცხოვრება აუცილებლად წახვალთ გექნებათ ამისი ძალა
ამის ძალა გექნებათ, თან ურთიერთობაში იქნებით, არ დაგავიწყდეთ, რომ ურთიერთობაში იქნებით, შეიძლება თქვენი შვილებით, შვილიშვილებით, ვინც ცოტა წლოვანებით არიან, ხო? მოდის რა, რაც დაკარგეთ ამ წყევლებით, ამ გზების ჩაკეტვებით, აქ კრატნიკებია, ფინანსებზე გაქვთ, გქონდათ, უпростоრედ ეხლაც გაქვთ კი ჯერ, ესე იგი კრატნიკები გაქვთ, აქ რაღაცა შეიძლება ბინა შეიცვალოთ, შეიძლება სახლი იყიდოთ, შეიძლება კრედიტები, ვალს არ გიბრუნებდნენ, დაგიბრუნებენ, შეიძლება პატარა თანხებით, მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნებენ და ეს რაც, ესე იგი, თქვენ წართმეული გქონდათ თქვენს ფორტუნაზე, ხო? თქვენი ბედი იყო, ესე ამოყირავებული, ეს ფინანსებთან ერთად და ყველაფერი ხდება სიყვარულის გამო და ფინანსების გამო და სიყვარული და ფინანსები ჩემო რა არის? მიწიერი ჩაკრები, ხო? ხო და ანახატა კიდე შეიძლება ავიდეს ცოტა სულიერებასთან, მაგრამ უფრო მაინც მე მიწიერად ვთვლი და ფინანსები ხო თავისთავად მოვა ეს ყველაფერი, სიყვარული მოვა, ახალი თანამშრომლები, ჯეკპოტს მოიგებთ, ხალხო, უყურეთ, გადახვალთ, ვისაც გამგზავრება გინდათ, აუცილებლად გექნებათ მგზავრობა, ფორტუნა, დაგიბრუნდებათ ფორტუნა, ძალა მოგეცემათ, ურთიერთობები, ნახეთ, ძალა მოგეცემათ, ახალი ხალხი, შეიძლება გათხოვდეთ, შეიძლება ცოლი მოიყვანო და ახალი ხალხი, ესეც აღინიშნოს მიხვდით, ხო? ბავშვების გახარება, თუ აქამდე ესე იგი შორს იყვნენ და ან დაგაშორეს ჭორებით და ასე შემდეგ, წყევლებით ნახვა, შერიგება, ნახეთ უყურეთ, ფინანსები, ვალის დაბრუნება, ვალის აღება, ამოღება, მიხვდით ხო? ნახეთ, ეს ვინც გებრძვიან, ეს მტრები დიდი ხანი, ხო? და თქვენს ჯანმრთელობაზე დაგარტყეს და წყევლებით და კრატნიკებით და მერე გზებს გიკეტავდნენ და ბიჭებო, ან თქვენთან მოვა გოგოებო პრინცი, მამაკაცი, შეიძლება ვინც მოსატრიალებელია, მოსაბრუნებელია, თქვენს ბედიღბალში ფორტუნამ უკან მოაბრუნოს სამყარომ, ეს ვიღაცამ უნდა იცოდეს, გაიგოთ და იმიტომ გამაშლევინა დღეს სამყარომ, ეს აუცილებლად მოხდება. ეს ხო დიდი თანხებია, ესეც ახალი თანხები კიდე, ამოძრავება, ბოლო ტვინის გახსნა, გონებრივი გახსნა, მიხვდით ხო? და აუცილებლად არის რადიკალური ცვლილება თქვენს ცხოვრებაში, რადიკალური ცვლილება, დაიჯერეთ თქვენ ჩემი სიტყვები, დაიმახსოვრეთ. უყურეთ, ახალი კონტრაქტი, ახალი სახლი, ფინანსები, გათხოვება, ცოლის მოყვანა, სამსახური და ასე შემდეგ. მოდით ახლა ჩვენ რაიდეროიდზე გადავიდეთ და ვკითხოთ, აბა თითო დარიგება სამყაროსი, ხო? რას გეტყოდა, რას გეტყვით სამყარო, რას, აბა დარიგება ვკითხოთ სამყაროს, ხო? და მეორე ტაროზეც ფორტუნაზე ვკითხოთ დარიგება ანგელოზების. ეს სამყარო, როგორ ჩქარობს ანგელოზები, ბუმერანგი წავიდათ უკვე შეეხოთ დაცვებზე. მაგრამ გონიათ. ხო, მტრებო, მე კარგად ვარ, ტაროზე მკითხავთ ჩემზე, მე თვითონ მკითხეთ და მომწერეთ როგორ ვარ, გეტყვით ხოლმე. არ მომკვდარ ვარ, კარგად ვარ. და ასე შემდეგ, ხო. ეხლა ანგელოზებს ვკითხოთ, აბა რა დარიგება იქნება ანგელოზებისგან, ხო? მოდი, აბა, ხო, სამყარო, უყურეთ. ეხლა მე ორაზრო უნდა დაგიხსნით. ვისაც ნგრევა გქონდათ, ხო? ის ყველაფერი აღდგება ჯანმრთელობიდან დაწყებული, ფინანსებიდან დაწყებული, სიყვარულთან დაწყებული, ასევე ურთიერთობა მეზობლებთან, თანამშრომლებთან, აქ მე უფრო ჯანმრთელობას მეუბნებიან, ჯანმრთელობას და ოჯახი, ვისაც მყარი გაქვთ, ხო? ეს რო შურდათ, ხო, ეს ყველაფერი, ხო? ეხლა თქვენთან, ხო, აღდგება ეს ყველაფერი, ჭექა ქუხილივით, ჩემ ხელში
ეხა ბუმერანგი თხო სამყაროს რო გაუშვას თქვენ რო აი ეს კარონა რაც თავზე გეფარათ ბიჭი ხარ თუ გოგო არა აქვს მნიშვნელობა ამ ეტაპზე აი ეს რო წაგართვეს და თუნდაც მეზობლები ხო ჯადო მადოები ყველაფერს უბრუნებ უკან ამინ და სამყარო გეუბნებათ რომ ეს ყველაფერი რაც გრევას გრევამ წაიღო სიყვარული და მოთმინება და ყველაფერი კარგი აშენებს თქვენს ცხოვრებაში. კარგი. ეხლა ანგელოზები რას გვეტყვიან უყურე? რასაც დიდი ხანი ელოდით, ხო? თქვენი ფიალები ამოიწურა. სადაც რას არ მოდი ესე ცოტა ჟარგონულად ვიტყვი, სადაც არ ეცი ადამიანი, იქ ეცი არ გამოვიდა, აქ ეცი არ გამოვიდა, ხო, იქეთ ეცი არ გამოვიდა. ყველგან იმედ გაცრუებები, აი კიდევ და კიდევ ერთი და იგივე დეჟავიუ ხო გაგიგიათ არა? აი ეს ყველაფერი, აი ეს უიმედობა, აი ეს ყველაფერი იზოლაცია, გონებრივი, მენტალური დარტყმები, ზოგი რო წამალს სვავდით უაზროდ არ გშველით, იმიტომ რომ ის წამალი არ გიშველის, იმიტომ რომ მაგია იყო, აქ მიხვდით ხო? აი ეს ნგრევა რო გქონდათ, ხო? აი ეს ნგრევა რო გქონდათ, აი ეს ყველაფერი ჩემო გოგოებო და ბიჭებო, ყველაფერი მიდის, აქ ნამდვილად მაგია იყო გაკეთებული, იმიტომ რომ ბაშნია ერთად და ხუთიანი თასები სხვას არაფერს არ გვეტყვის, რომც არ ვილაპარაკო, ესეა ჩემო კარგებო, ყველაფერი ანგელოზები გეუნებიან რომ არ ინერვიულოთო ეხლა მტრებს მიუბრუნდებათ აი ეს ყველაფერი მიუბრუნდებათ გასმაგებულად და მე ვუშვებ ჩემი ხელებიდან უკან ერთ-ერთი ბუმერანგს სამყაროს და ანგელოზებს ვთხოვ რომ არნახული სისწრაფით მიუვიდეს აი უკვე აი აქედან ბუმერანგი ჰაერში არ გავუშვებ პირდაპირ მტრებზე გავუშვებ ბუმერანგს ამინ ისე იქნება მე როგორც თქვი არ ინერვიულოთ გამოჯამრთელდებით სულიერად კიდე ამაღლდებით ეს კრადნიკები ტყუილი ცრემლი ყველგან გაცრუება ხო აი ჩადიხარ იცი რომ მაღაზიაში ეს უნდა იყიდო და ან ფულში მოგატყუებენ ან წონაში ან აღარ დაგხვდება სხვა იყიდეს კრადნიკებია დადებული რომ სულ აი ვერ გაიგო სიტუაციაში იყო აი რა ხდება აი ამ სიტუაციაში იყო მეგობრებო მოკლედ თქვენთან იყო ნინია აი ეს ჩაგერთვებით ხოლმე არ მავიწყდებით ჩემო გოგოებო და ბიჭებო მადლობა უღრმესი მადლობა ასეთი ლამაზი სიტყვებისთვის თქვენი ლოცვები მაძლიერებს თქვენ ჩემი ლოცვები და ჩვენ ერთად უფალი და ანგელოზები გვაძლიერებს და გიყვარდეთ ერთმანეთი ნახვამდის არ გეუნებით მომავალ შეხვედრამდე და ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით